რატომ ვფიქრობ იმას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ ჩვენი ევროპელი და დასავლელი მეგობრები. დღეს რა არის მთავარი გულის წყრომის მიზეზი და იმ ბრაზის მიზეზი, რასაც ევროპელები და დასავლელი მეგობრები ჩვენთან მიმართებაში იჩენენ, ხო? ისინი გვეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ გადაუხვიეთ ევროპისკენ მავალ გზას და ნატოს წევრობისკენ მავალ გზას და მივდივართ პირდაპირ რუსეთში და ჩვენი ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება. ვინც არ იცის, აი მაგ ადამიანებს მოუწოდებდი, რომ ნახონ და შეხედონ, რომ უკრაინაში 2013 წელს მაიდნის რევოლუციის საფუძველიც ზუსტად ეგ იყო, რომ აი ზუსტად იგივენაირად, იგივე სიტყვებს და იგივე მესიჯებს უგზავნიდნენ უკრაინელ ხალხსაც და ეუბნებოდნენ ესეთ რაღაცას, რომ იანუკოვიჩმა გადაუხვია ევროპის გზას და უკრაინა მიყავდა რუსეთში. სწორედ ამ მიზეზით გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში და ეს იყო იმის საფუძველი, რომ შემდეგ დაამხეს უკრაინაში იანუკოვიჩის ხელისუფლება, ხო? აი ეს პროცესები, როცა ერთ-ერთში ემთხვევა ერთმანეთს, როგორ არ უნდა იფიქრო ადამიანმა, რომ აქაც რაღაცა ცოტა ისე არ არის რა, როგორც გვპირდებიან და გვაჩვენებენ. ესე იგი, ეს პირველი ვთქვი, ხო? იმიტომ ვფიქრობ, რომ ზუსტად ესე იგი, იგივე საფუძველი დაუდეს უკრაინაში მაიდნის რევოლუციას, რასაც დღეს ჩვენთან აი ამ გამოსვლებს უდებენ საფუძვლად და მიზეზად. მეორე ის, რომ თუ გავიხსენებთ და გადავხედავთ, უკრაინაშიც აი მაიდნის პროცესების დროს ჩადიოდნენ ევროპელები და დასავლელი ეგრეთ წოდებული მეგობრები და უკრაინელებთან ერთად იდგნენ აქციებზე და პირდებოდნენ დახმარებას და ეუბნებოდნენ, რომ სწორ გზაზე იდგნენ და ეს პროცესები იყო ერთადერთი გზა, რომელიც უკრაინას გადაარჩენდა და დააჩქარებდა უკრაინის ევროპაში გაწევრიანებას, ხო? აქაც ხო ხედავთ, რომ იგივენაირად ზუსტად ჩამოდიან ეს ევროპელები და ამ აქციებზე გამოდიან და იგივეს პირდებიან, რასაც პირდებოდნენ უკრაინელებს, რომ აი თუ ესე იგი მოვიშორებთ ივანიშვილის ხელისუფლებას და მოვლენ ხელისუფლებაში ევროპელი და პროდასავლელი, რა ქვია, პოლიტიკური ძალები, ყველაფერი კარგად გვექნება და უფრო დაგვაახლოვებს ევროპასთან და ნატოსთან ესეთი რა. მე კი მგონია, რომ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ოპოზიცია მოსულიყო ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად იგივე მოხდებოდა აქაც, რაც ხდება უკრაინაში. ამაზე ხელისუფლება უფრო მეტს უნდა საუბრობდეს და უფრო გასაგებად უნდა ელაპარაკებოდეს საზოგადოებას და გამუდმებით უნდა მიდიოდეს ამაზე დისკუსია და პროფესიონალები და ექსპერტები უნდა საუბრობდნენ და ამ თემას უნდა შლიდნენ ისე, რომ საზოგადოების ყველა ფენაშნისთვის და ყველა წევრისთვის გასაგები ხდებოდეს, თუ რა პროცესები ვითარდება. ვინმეს თუ გონია, რომ აქ საქართველოს ამბავზე, საქართველოს კეთილდღეობაზე მიდის ბრძოლა და იმაზე, რომ ქართველები უფრო კარგად ვიყოთ და მართლა იმიტომ ბრძოლობს ამდენს ევროპა და დასავლეთი, რომ როგორმე ჩვენ გადავრჩეთ და გავძლიერდეთ და ევროპის წევრი ქვეყანა გავხდეთ, ძალიან შემცდარან ესეთი ადამიანები და მიამიტოვა ესე ფიქრი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის რაც მეტად ძლიერია ქვეყანა, მით უფრო მეტი და მით უფრო დიდი ინტერესები გააჩნია ესეთ სახელმწიფოებს და ყოველთვის ჩვენაირ პატარა ქვეყნებს აი ესეთი ძლიერი სახელმწიფოები იყენებენ პირველ რიგში თავისი მიზნების მისაღწევად და თავისი ამოცანების გადასაჭრელად. საქართველო დღეს გადის ბეწვის ხიდზე, აი ესე ვხედავ მე და
სანამ აი ეს რუსეთ-უკრაინის ომი იქნება ცხელ ფაზაში და ეს ბრძოლები სანამ იქნება, მანამდე გვექნება ის საშიშროება და იმის საფრთხე, რომ საქართველოს შეითრიონ როგორმე ამ ომში და ამ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა, ესეთ იმპერიების ჯახში, როგორიც დღეს ხდება, ხო? რაც დღეს ხდება, ხო? ეს ომი შეცვლის სამყაროს და ამ ომის შემდეგ საერთოდ სხვა გავლენის სფეროები იქნება და სხვა მიზიდულობის ძალები, ეკონომიკური კუთხითაც და სამხედრო ბლოკების კუთხითაც. Როგორმე უნდა შევძლოთ ქართველებმა და აი ეს პერიოდი და ეს პროცესი, ეს ქაოსი, რაც დღეს ტრიალებს მსოფლიოში, ისე უნდა გავიაროთ, რომ არ შევიდეთ აი ესე უშუალოდ ცხელი ომის ფაზაში. თორე ეს იქნება ჩვენთვის დამღუპველი და საერთოდ დაუკარგავთ ქვეყანას და მე მართლა არავინ არ შეგვეკითხება ჩვენ რა გვინდა და როგორ გვინდა. რაც შეეხება იმას, რომ აი მეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ აი ამებს რასაც ლაპარაკობ, ესე იგი წადიო და რუსეთში წადიო მაშინო და ესო გმირების ქვეყანა არისო და აი რაღაც გმირების ქვეყანაში რანაირად ლაპარაკობ. ვეთანხმები ამ ადამიანებს, რომ გმირების ქვეყანა ნამდვილად საქართველო და ყოველთვის ესეთ ქვეყანად დარჩება. მაგრამ ეს გმირების ვინც ჩვენ ისტორიაში თავისი სათქმელი თქვეს და დაგვამახსოვრეს თავი როგორც გმირებად, ჭკუასთან ერთად გმირობდნენ რა, ესე რომ ვთქვათ და უაზრო გმირობა საერთოდ არ მგონია გმირობა და საერთოდ არ მგონია გმირობა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა გავიმეტოთ რუსეთთან ომისთვის. ეს არ იქნება გმირობა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რა ვიცი, ყველაზე უფრო ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გავუწიოთ. გმირობის დრო დადგება საქართველოში და ჩვენ თუ ესე იგი ჩვენი ქვეყნისთვის კარგი გვინდა და ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და ჩვენი ქვეყნის წარმატება გვინდა, უნდა ეს ჩვენი ემოციები და რაღაცა გრძნობები რა შევბოჭოთ, შევიკავთ და ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საქართველო. ვიღაცის იმედად ომი არის სიგიჟე და არ არის გამართლებული და ჩვენზე 10-ჯერ ძლიერი სახელმწიფო იყო უკრაინა ამ სამხედრო თვალსაზრისით და ეკონომიკაც 10-ჯერ დიდი ქონდა, მაგრამ რა დღეშია დღეს ვხედავთ ხო ყველა. იგივე დღეში იქნება ყველა სახელმწიფო, ვინც აი შეცდება და ვიღაცების იმედზე დაიწყებს ომს, მით უმეტეს ისეთ სახელმწიფოსთან, როგორც არის რუსეთი, ხო? ჩვენი საზოგადოება მოწამლეს და როგორ თქვა რა სიძულვილით რუსეთის სიძულვილით დააბრმავეს და დაუკარგეს რეალურად შეფასების უნარი და ფაქტების და სიტუაციის რაც დღეს სოფლიოშია და რაც ხდება ზოგადად. აქ ჩვენ ქართველების ნდომაზე არ არის დამოკიდებული ეს სამყარო და უნდა შევხედოთ, გავხსნათ უნდა რუკები და რა რეგიონში ვართ, უნდა ვნახოთ. აქ ვიღაცას მოყავს რაღაცა ფინეთის მაგალითები და რაღაცები. ჩვენ სხვა ვართ, ჩვენ სხვა რეგიონი ვართ და საქართველოს ესე იგი როგორ თქვა დასავლეთის ვასალობა დამღუპველია რუსეთისთვის იმ კუთხით, რომ აქ მარტო საქართველოთი არ დამთავრდება ეს და საქართველოს შემდეგ ჯერი დადგება დაღესტანზე, ჩეჩნეთზე და მთელი ოლგისპირეთს გადაედება ექსენი და სწორედ მაგიტომ იძახეს რუსეთი, რომ ეს არის ჩემთვის წითელი ხაზი. ჩვენ გმირები და მაგარი ქართველები მაშინ ვიქნებით, როცა აი ამ რეალობას შევაფასებთ ცხადად და ცივი გონებით რაშიც ვართ და ამ რეალობიდან მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს და გადავდგავთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააძლიერებს და რომელიც ჩვენ ქვეყანას წინ წაწევს. ყველანაირი გაგებით ეს ეკონომიკური იქნება თუ სამხედრო თვალსაზრისით თუ ნებისმიერი გაგებით.
ეს უნდა შევძლოთ ქართველებმა, რომ აი ამ რაღაცა ოცნებების დევნას არ გადავაყოლოთ ეს ჩვენი ქვეყანა და შევხედოთ რეალობას თვალებში, გავუსწოროთ პირისპირ რეალობას თვალი და აი ამ მოცემული რეალობიდან მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც აწყობს საქართველოს და არა ევროპას და დასავლეთს. ჩვენ ეხლა გვეჩიჩინებიან იმას და იმიტომ გვეძახიან შნირებს და რუსებს და რაღაც სისულელეებს, რომ ვიძახით, რომ არა რა, ეს რაც დღეს რასაც ევროპა გთხოვს, ეს არის პირდაპირ ამერიკის და ევროპის ინტერესი და ამ ინტერესებში საქართველოს ადგილი არ რჩება და უნდა შევაკლათ ჩვენი ქვეყანა ამ ევროპის და დასავლეთის ინტერესებს და რატო უნდა შევაკლათ? აი რატო, როცა საქართველო აქედან 1% არ არსებობს იმის, რომ გამარჯვებული გამოვიდეს და უფრო მეტად გაძლიერებული. რატო უნდა ვქნათ ესეთი რაღაც და რატო უნდა დავანგრიოთ ეს ქვეყანა და გავანადგუროთ ბოლომდე? ამაზე უნდა მიდიოდეს ბევრი საუბარი და ამაზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უნდა გამოდიოდნენ ექსპერტები, სამხედრო ექსპერტები თუ პოლიტოლოგები და დისკუსია უნდა ქონდეთ ერთმანეთში და ერთმანეთთან წვავი კამათში უნდა იყვნენ და აი ამით შემდეგ გახდება ნათელი, რომ ბოლო-ბოლო დამღუპველი იქნებოდა ჩვენთვის ეს ომის გზა თუ გადამრჩენი, ხო? საზოგადოება უფრო გაიგებდა ამ კამათში და ამ საუბრებში უფრო მეტს, ხო? ამ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ვითარდება. ეხლა არის საზოგადოება მკითხაობის იმაში გადასული რეჟიმში. ხელისუფლება არ ლაპარაკობს ამაზე, ოპოზიცია მარტო სამხრივად საუბრობს და ეს არის ჩემი აზრი და მე როგორ აღვიქვავ ამ პროცესებს და როგორ ვხედავ და თუ ვცდები ამაზე კი ვიღაცამ კი არ უნდა მაგინოს და მლანწოს, უნდა არგუმენტებით მელაპარაკოს და არგუმენტებით უნდა დამიმტკიცოს საპირისპირო.